ლიკა ქავჯარაძის გამო მოხდა ერთი ჭკუა. ის კი გავკვანძეთ. რატო მოხდა ეს ამბავი? აი მე მეორე დღეს ის ძალიან კაი ბიჭები იყვნენ, მამაც კარგი ყავდა. დაახლოებით 18-19 კაცი იყო და ეს გადაღებების დროს ხო, როდესაც ნატურის ხის გადაღებების დროს სოსო მე და ლიკას ვასეირნებდით რა, იქ სანა 100 მეტრო გამთელი სიღნაღი მაშინ მით უმეტეს და ჩვენი სასტუმრო დგა კიბეები ჩამოსასვლელით და აქ ვდგევართ უნდა კაფეში შევიდეთ შევჭამოთ. რაღაც მანქანად გაიხედეთ ბიჭები, ისეთი ისინი და კაი გასა და რაღაც ესეთი ახავნათ. სოს მე ვთხარი, რა ვქნათ? ეხლა მე ავარდებიო იქაო. შენ გაკვანძეო, რასაც გადმოგიგდებოდა. სოსა მაშინ იმ პერიოდში იყო, მართლა ფიზიკურად იარიგინს მოუგო მაშინ მსოფლიო ჩემპიონი და იმე. ის კვანძაო და მე კიდე ხა ცოტა ბოქსი მეც ვიცი და დავარტყავდი ან თაურს კახური და მოკლედ მეორე დღეს ამოვიდნენ რაღა დიდი მანქანით. კაც გამოვიდა, აი შვილებო თქვენო ესო გვინო და ერთი იარაღი წავარდეთ. იარაღი წვდათ? ჰქონდა ერთ ახალგაზრდა ბიჭი. ამ მამას მივეცით. ამ მამამ მადლობები ხა და რაღაც ამ ბიჭებმაც ბოდიში არ გამოგვივიდა. კარგათო. კარგი ერთ ხოშანად მივცხეთ დავთვალით, დავიშალენით და დავძმაკაცდით. შერიგება მოხდა. კი. დავთავრდა ყველაფერი კარგად.